გულის უკმარისობა უმეტესად ასაკოვნებშია და ეს ასაკოვნების პრობლემა ძალიან იშვიათად რო ახალგაზრდა ადამიანში შეგვიძლია ან უმეტესად 50 ზევით ან კიდევ უფრო ზევით და მთავარი მახასიათებელი როცა გულის პრობლემიდან მოდის სუნთქვის პრობლემა არის რომ ადამიანს ფიზიკური აქტივობის დროს ეწყება ქოშინი და მეორე მთავარი ნიშანი არის კიდე რომ წოლისას ქოშინი უძლიერდება მაგალითად აი ასთმა თუ აქ ადამიანს ან სხვა ფილტვების გამო ან ბრონქების გამო სუნთქვის გაძნელება დაწოლასთან არ აქვს კავშირი მაგას, მაგრამ აი როცა გულიდან არის, მაშინ როცა დაწვება ადამიანი, ქოშინი უძლიერდება და ამიტომ ესეთი ადამიანები რამდენიმე ბალის იდებენ ხოლმე, რომ აწეული კონდეთ სხეულის ზედა ნაწილი, რომ ეს შეშუპება, ფილტვების შეშუპება ნაკლებად დაემართოთ და ნაკლებად კონდეთ ეს სიმპტომები. პროგრესირებს გულის უკმარისობა. გულის უკმარისობას ჭირდება მკურნალობა სასწრაფოდ, რადგან 5 წლიანი გადარჩენა გულის უკმარისობას აქვს დაახლოებით 50%. ანუ სიცოცხლისთვის საშიშია, მოკლედ თუ არ უმკურნალებ, ამიტომ გულის უკმარისობა თუ აქვს ადამიანს, მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.